გავაკეთოთ შემდეგი ნომერი. შემდეგ ნომერში გვეკითხებიან თუ რას უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით b, თუ ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ს დამატებული ლოგარითმი 3-ის ფუძით b უდრის 1-ს. ამ ამოცანას სჭირდება ლოგარითმების კარგად ცოდნა. მოკლედ. ეს არის ჩვენი მაგალითი, ამოვიწეროთ აუცილებლად და ჩვენ გვაინტერესებს ლოგარითმი 2-ის ფუძით b. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ აი ეს ლოგარითმი 3-ის ფუძით b უნდა გადავიყვანოთ 2-ის ფუძეზე. ანუ როგორ გავაკეთოთ ახლა ეს? ამოვიწეროთ ცალკე სადმე ლოგარითმი 3-ის ფუძით b რას უდრის? ეს უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით b შეფარდებული ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-თან. და ეს ჩავანაცვლოთ ამითი აქ. ანუ რო ჩავანაცვლოთ რა გამოვა? ლოგარითმი 2-ის ფუძით b დამატებული ლოგარითმი 2-ის ფუძით b შეფარდებული ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-თან უდრის 1-ს. ახლა გავამარტივოთ ეს ყველაფერი, უფრო სწორედ გავამრავლოთ ყველაფერი, ანუ შეგვიძლია გავაერთმშველიოთ, ან შეგვიძლია პირდაპირ გავამრავლოთ ყველაფერი ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-ზე. მოკლედ რა გამოგვივა? ლოგარითმი 2-ის ფუძით 3 გამრავლებული ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ზე დამატებული ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ი უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით 3. გავიტანოთ ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ს ფრჩხილებს გარეთ, ლოგარითმი 2-ის ფუძით 3 დამატებული 1 უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით 3. ანუ რას უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ი? უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით 3 შეფარდებული ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-ს დამატებული 1-თან. 1 რას უდრის ახლა? ჩვენ მე როგორც მაწყობს, ისე შემიძლია გამოვიყენო ეს. ლოგარითმი 2-ის ფუძით 2 ხო უდრის 1-ს, იმიტომ რომ 2 აყვანილი 1 ხარისხში ხო 2-ია. მოდი ჩავანაცვლოთ ეს მაგითი და დავწეროთ, რომ მოდი აქეთ გავაგრძელებ. ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ი უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით 3 ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-ს დამატებული ლოგარითმი 2-ის ფუძით 2. ლოგარითმების დამატება ვიცით, რომ შეგვიძლია გადავაქციოთ ნამრავლად. გადავიწეროთ და გავაკეთოთ. ეს რას უდრის? ანუ ლოგარითმი 2-ის ფუძით 2-ჯერ 3, ანუ 6. და ესეც არის ფუძის გადაყვანის ფორმულა ისევ, აი ზუსტად ანალოგიური როგორც აი ეს, არის აი იგივე რაც აი აქ გავაკეთე. უბრალოდ აი აქ რაც გავაკეთე და აქ რაც ჩავსვი და რა მივიღეთ, რომ ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ს უდრის ლოგარითმი 6-ის ფუძით 3-ს. ეს მივიღეთ, რომ ლოგარითმი 2-ის ფუძით b-ს უდრის ლოგარითმი 6-ის ფუძით 3-ს. და ჩვენთან ეს არის პასუხი b. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი, რომელიც არის პროგრესიებზე. ანუ გვეკითხებიან, რამდენი წევრისგან შედგება გეომეტრიული პროგრესია, რომლის პირველი წევრი ტოლია 16-ის, მნიშვნელი 1/2-ის, ხოლო მისი ყველა წევრის ჯამი 31.3/4-ის. ბევრი ფიქრი არ ჭირდება, პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა, ჩავსვათ მასში რაც ვიცით ის, მოდით ამოვწეროთ ჯერ. b1, ანუ პირველი წევრი უდრის 16-ს, q, ანუ გეომეტრიული პროგრესიის მნიშვნელი უდრის 1/2-ს და sn, ანუ ყველა წევრის ჯამი უდრის 31.3/4-ს. გამოვიყენოთ sn-ის ფორმულა, ბევრი ფორმულა აქვს, მაგრამ მოდით გამოვიყენოთ ეს. b პირველი q ხარისხად n, სადაც n არის რაოდენობა, რასაც ჩვენ ვეძებთ, გამოკლებული 1, შეფარდებული q-1-თან. ეს ფორმულა იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაფერი ვიცით აქ, აბსოლუტურად ყველაფერი და n-ის პოვნა ბევრად მარტივი ხდება. ამიტომ მოდი ჩავსვათ, ხო, რაც ვიცით, 31.3/4 უდრის 16 გამრავლებული 1/2 ხარისხად n -1 და აქ მაქვს 1-1/2, ანუ -1/2. ეხლა ეს გადავიყვანოთ არაწესიერ წილადად. მივიღებთ რას? 124-ს რომ მივუმატოს 3 შეფარდებული 4-თან. აქ მაქვს ისევ 16, 1 შეფარდებული 2-თან ხარისხად n, გამოკლებული 1 და აქ მაქვს -1/2. ახლა შეგვიძლია ეს გავამრავლოთ -1/2-ზე. ანუ რა გამოვა, რომ -127/4 გამრავლებული 1/2-ზე უდრის 16 გამრავლებული 1/2 n -1-ზე. ხო? და აქ რა გამომივიდა? -127 მერვედი
აქ იგივეს გადავწერთ ჩვეულებრივად. და ახლა ჩავიტანოთ 16 აქით. ეხლა გავიგებთ რატო. -127, ანუ 100 უფრო მარტივია. ქვემოთ 8 × 16 არის 128. უდრის 1/2 ხარისხადენის გამოკლებული 1. ეს 1/2 მხარეს გადავა პლუსით და დარჩება რა? 1 შეფარდებული 128-სთან, რომელიც უდრის 1/2 ხარისხად n-ს. და n-ი ლოგიკურია, რომ აქედან არის 7. და პასუხი გამოვა ისევ b. ახლა გავაკეთოთ შემდეგი ამოცანა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფუნქციის გრაფიკის სიმეტრიის ღერძია x-ი უდრის π-ნახევარს წრფე. წრფე არის x-ი უდრის π-ნახევარს. შეგიძლიათ ნახაზიც ააგოთ. არ მგონია საჭირო იყოს, იმიტომ რომ უფრო ნათელია ხოლმე. დაუშვათ ეს არის x-ი უდრის π-ნახევარს. და სიმეტრიული რო იყოს, რა უნდა ხდებოდეს? ჩავთვალოთ, რომ გადავკეცო ამის მიმართ, უნდა დაემთხვეს ყველაფერი ერთმანეთს, ხო? და რა იქნება ამის სიმეტრიული? პირდაპირ დავწერ პასუხს, გონია რომ ლოგიკურია. ეს იქნება სინუსის ფუნქცია, ხო? მაგრამ შევხედოთ მაინც პასუხებს. სინუსის ფუნქცია ზუსტად არ გვაქვს, ანუ კოსინუსის ვერ იქნება, იმიტომ რომ 0-ია აქ და არ გამოვა. ტანგენსი ვერ იქნება, არაფერ შუაშია, მინუს კოსინუსი რა თქმა უნდა არ იქნება და ისევ იქნება მინუს სინუსი. და რო დავხაზოთ ნახაზი, ანუ სინუს x-ის ნახაზს დავხაზავ ჯერ. ესეთი რაღაც გამოვა. 1 გახდება აქ და ესე წავა და ესე გააგრძელებს. აქაც და იქაც. და მინუსით უბრალოდ მინუსი ექნება და არაფერი არ შეიძლება, უბრალოდ ისევ სიმეტრიული იქნება. ამიტომ პასუხი არის a და y უდრის მინუს სინუს x-ის სიმეტრიული იქნება. გავაკეთოთ 34 ნომერი. პირამიდის წვეროების, წიბოებისა და წახნაგების რაოდენობების ჯამი 42-ის ტოლიაო. სულ რამდენი წიბო აქვს ამ პირამიდასო? საკმაოდ მარტივი ამოცანა, იმის კვალობაზე 34-ია. მოკლედ, უნდა გვახსოვდეს პირამიდა. აქ ჩამოწეროთ წიბო, წვერი და წახნაგი. პირამიდას აქვს n+1 წახნაგი, n+1 წვერო და 2n წიბო. და ვიცით რა, რომ ამათი ჯამი არის 42-ის ტოლი, ხო? რავი რაღა დარჩა, უბრალოდ უნდა შევკრიბოთ. 4n-ს გავუტოლებ 40-ს, იმიტომ რომ აქ 2-ია და აქეთ გადმოვა მინუსით. და n-ი უდრის 10-ს. და ჩვენ გვაინტერესებს, რამდენი წიბო აქვს, ანუ არ მოვტყუდეთ და 10 გავუმრავლოთ 2-ზე და მივიღეთ 20. ესე იგი ჩვენი პასუხია 20, რომელიც არის ჩვენთან d. შემდეგი ნომერიც არ გამოირჩევა დიდად სირთულით. წავკითხოთ მისი პირობა. ნომერი 35. 25 რიცხვისგან შედგენილი მონაცემების საშუალო 26-ის ტოლია. ამ რიცხვითი მონაცემებიდან პირველი 13 რიცხვის საშუალო 24-ის ტოლია, ხოლო უკანასკნელი 13 რიცხვის საშუალო კი 42-ის. იპოვეთ ამ რიცხვითი მონაცემებში მე-13 რიცხვიო. რთული არაფერი. რა ვიცით, 25 რიცხვისგან შემდგარი საშუალო არის 26, ხო? ანუ 25 მონაცემის ჯამი იქნება 25 ჯერ 26. ახლა უნდა ვიპოვოთ პირველი 13-ის საშუალო თუ არის 24. 13 ჯერ 24-ს დავწერ, ამას დავიმახსოვრებ, ეს იქნება პირველი 13-ის ჯამი. უკანასკნელი 13-ის ჯამი იქნება 13 ჯერ 42. და ანუ 13-ს რო 13 დავუმატო, ხო არის 26. მე მაქვს 25 მონაცემი. ანუ 1 ზედმეტი გვაქვს აქ. ანუ ეს არის მე-13 მონაცემი, ზუსტად ისაც ჩვენ გვაინტერესებს. ამიტომ უბრალოდ ამას გავამრავლებ, ამასაც გავამრავლებ, ამათ შევკრიბავ და ამას გამოვაკლებ. მოკლედ, 13 ჯერ 24-ს, ესე იგი, უნდა დავუმატოთ 13 ჯერ 42 და გამოვაკლო 25 ჯერ 26. 13 ჯერ 24 არის 312. ესენიც უნდა დავწეროთ და ესეც უნდა გავუტოვოთ. მოკლედ, 13 ჯერ 42 არის 546, თუ სწორად მახსოვს, და ეს არის 650. ანუ რა გამოვიდა, რომ 858-ს უნდა გამოვაკლო 650 და ეს არის 208. ანუ მე-13 მონაცემის მნიშვნელობა ყოფილა 208. ანუ ჩვენთან
A პასუხი, რომელიც არის ის. გავაკეთოთ შემდეგი ამოცანა, რომელსაც წინა ორისგან განსხვავებით ახლა ნამდვილად მართებს დაკვირვება. ABC მართკუთხა სამკუთხედში AB ჰიპოტენუზის O შუა წერტილიდან ჰიპოტენუზისადმი აღმართული მართობი AC კათედს კვეთს K წერტილში. იპოვეთ OK მონაკვეთის სიგრძე, თუ ვიცით რომ BC უდრის A-ს და AC უდრის B-ს. ამ ამოცანას ზეპიად ვერ გავაკეთებთ, აუცილებელია რომ კარგი ნახაზი დავურთოთ. დავიწყოთ მართკუთხა სამკუთხედის დახაზვით. შევთვალოთ რომ მართკუთხა. დავაწეროთ ასოები. A, B არის ჰიპოტენუზა, აქეთ მაგ C. აქიდან O-დან არის აღმართული, ანუ შუა მართობი რა. და ესე ჩამოვა, იქნება მართი კუთხე და AC გვერდს გადაკვეთს K წერტილში. ვიცით რომ AC არის B, ამოვიწეროთ მაინც, AC უდრის B-ს და CB უდრის A-ს. და უნდა ვიპოვოთ თვითონ ეს OK. როგორ ვიპოვოთ ეს OK? მოკლედ, პირველ რიგში რა დაკვირვებაც უნდა გავაკეთოთ. არის ის, რომ ეს ABC და AOK სამკუთხედები მსგავსია ერთმანეთის. მოდით დავწეროთ ეს. სამკუთხედი KOA მსგავსია სამკუთხედი ABC-სი. თუ მსგავსია, მაშინ ჩავწეროთ მსგავსების პროპორცია CB შეფარდებული OK-სთან, რადგან ეს არის მსგავსი გვერდები, უდრის AC შეფარდებული OA-სთან. OA-ს გაგება მარტივად შეგვიძლია, იმიტომ რომ ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია, ეს მოვნიშნოთ. ჰიპოტენუზა AB უდრის ფესვი A კვადრატს პლუს B კვადრატიდან, ესე იგი OA უდრის A კვადრატს პლუს B კვადრატის ნახევარს, ხო? მივაწეროთ ეს ფესვი A კვადრატს პლუს B კვადრატის ნახევარი. AC-ც ვიცით, CB-ც ვიცით და დაგვჭა OK, რომელიც ისედაც გვაინტერესებდა. და მოდით ამოვხსნათ, ახლა ჯერ ჩავსვათ. A შეფარდებული OK-სთან უდრის B შეფარდებული A კვადრატს პლუს B კვადრატს შეფარდებული 2-თან. ანუ OK უდრის რას? OK უდრის A გამრავლებული A კვადრატს პლუს B კვადრატზე შეფარდებული 2B-სთან. და პასუხი გამოვიდა A. გავაკეთოთ ბოლო ტესტური ამოცანა, წავიკითხოთ მისი პირობა. კონუსის გვერდითი ზედაპირის შლილი წარმოადგენს წრიულ სექტორს, რომლის ცენტრალური კუთხე 270 გრადუსის ტოლია. იპოვეთ იმ კუთხის კოსინუსი, რომელსაც კონუსის მსახველი ადგენს ფუძის სიბრტყესთან. პირველ რიგში უნდა დავხაზოთ. კონუსის შლილიო წარმოვიდგინოთ, როგორ გამოვა, ხო? ესეთი რაღაცა იქნება. კონუსის შლილი, ეს იქნება 270 გრადუსი. ეს არის კონუსის შლილი და აქ პატარა ის კონუსის ძირი. მსახველი არის ეს თვითონ, L, რომელიც ეს არის L და ეს არის R. რო დავხაზოთ კონუსი, თუ მაინტერესებს მსახველსა და სიბრტყეს შორის კოსინუსი რა არის, ხო? მიმდებარე შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ანუ R მაინტერესებს L-თან შეფარდებული. სადაც L ეს არის და R არის ეს. და ვიცი რომ 270 გრადუსიანია კუთხე. არსებობს ეგეთი ფორმულა PRL უდრის PL კვადრატჯერ ალფა შეფარდებული 360 გრადუსთან. სადაც ალფა არის ზუსტად ეს ჩვენი 270 გრადუსი. ჩავსვათ PRL უდრის PL კვადრატ გამრავლებული 270 გრადუსი შეფარდებული 360-თან. ნულები შევუკვეცე, ცხადს შევუკვეცე დამჭა 3 და 4. აქ 1L შევუკვეცე L-ის კვადრატთან, P-ები შევუკვეცე რა დამჭა? R უდრის L გამრავლებული 3/4-ზე. რადგან კოსინუს ალფა უდრიდა ამას, აქედან ძალიან მარტივად შემიძლია მივიღო ისევ ეგ. ანუ R-ში გავყავი L-ზე უდრის 3/4-ს და პასუხი გამოვიდა 3/4, ანუ ჩვენთან გამოვიდა D.